ეკლესია არის საზოგადოების ნაწილი და რაც დრო გავა, უფრო და უფრო მეტად რთული გახდება მორწმუნის გზის გაკვლევა საზოგადოებაში. ამიტომ ინფორმაცია არის ყოველთვის მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ ჩვენ ინფორმაციულ სამყაროში ვცხოვრობთ, ძალიან ბევრი რამ გვესმის, ძალიან ბევრი ინფორმაცია მოდის, ამიტომ ყოველთვის საჭირო არის ანალიზი. ჩვენ ვხედავთ ჩრდილოეთ კორეას, ჩვენ ვხედავთ რუსეთს, მაგალითად ჩრდილოეთ კორეაში ხალხი ბედნიერია, ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს, როდესაც ის დიქტატორი მოდის, სიხარულით ხტიან, ტაშს უკრავენ, ცრემლები მოსდით და ასე შემდეგ და მათი წელთაღრიცხვა იწყება იმ დიქტატორის ბაბუის დაბადების დღიდან და მათ გონიათ, რომ მთელი სამყარო იქ არის, რატომ? პროპაგანდა მუშაობს და მათ ასე სჯერათ. რომ ეს ასე არის. ამიტომ პროპაგანდა ეს ინფორმაცია ამუშავებს ადამიანების გონებას. ჩვენ ვხედავთ ზოგიერთ რელიგიური მიმდინარეობა, ადამიანი პირდაპირ ხედავ რომ ესე იგი ცოდვაშია, ქუჩის ჟარგონით ლაპარაკობს, მაგრამ მას მაინც ეძახიან მეუფეს, თაყვანს ცემენ, ხელზე კოცნიან და ასე შემდეგ. რატომ? პროპაგანდა ამუშავებს ადამიანის გონებას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველაფერი ვიცოდეთ ღმერთის სიტყვის შესაბამისად და არაფერმა მოგვატყილოს. დიდება იესოს. დღეს მინდა ვისაუბრო შობის დღესასწაულზე და ახალ წელზე. თქვენ ბევრი რამ გაქვთ მოსმენილი ამის შესახებ, მაგრამ თავს ვალდებულად ვთვლი, კიდევ გავიმეორო, იმიტომ რომ ვიცი რომ ყოველ წელს ღმერთი სულიწმინდა გველაპარაკება ჩვენ და გვეუბნება როგორ უნდა მოვიქცეთ ამა თუ იმ სიტუაციაში. ახლოვდება შობის დღესასწაული, ზოგი ამას 25 დეკემბერს ზეიმობს, ზოგი 7 იანვარს ზეიმობს და ასევე ამ ორ დღესასწაულს შორის, ამ ორ თარიღს შორის არის ახალი წლის დღესასწაული. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი არის ღმერთის ყველა შვილისათვის კონდეს გრძნობიარე სული. რას ნიშნავს ეს? ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა მოვლენა, რაც ხდება შენს ირგვლივ და რომელიც ეხება შენს სულს, უნდა შეხედო მას სულიწმინდის და ღმერთის სიტყვის თვალთახედვით. არ აქვს მნიშვნელობა ადამიანები როგორ იქცევიან, როგორი ტრადიცია და ჩვეულება არის ჩამოყალიბებული, შენთვის მას შემდეგ რაც ღმერთიდან ზეციდან იშვი და გეწოდა ღმერთის შვილი და შენ უკვე ხარ ზეცის მოქალაქე და ნაწილი ხარ ღმერთის სამეფოსი და თანამემკვიდრე ხარ აბრაამის მემკვიდრეობისა, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ განსაკუთრებულად და მნიშვნელოვნად უნდა იყო ყველაფრის მიმართ გრძნობიარე და სენსიტიური. შენ არა გაქვს უფლება ზედაპირულად წამხედურობით გააკეთო ყველაფერი. ყველაფერი უნდა იყოს სიტყვის შესაბამისად, იმიტომ რომ შენ უკვე აღარა ხარ ჩვეულებრივი ადამიანი. შენ ხარ ახალი კაცი, როგორც დაწერილია ღმერთის სიტყვაში. ეფესელთა 4:30-ში წერია. ნუ დაანაღვლიანებთ ღმერთის წმინდა სულს, რომლითაც დაიბეჭდეთ თქვენი გამოსყიდვის დღისათვის. ნუ დაანაღვლიანებთ სულიწმინდას. რითი შეიძლება სულიწმინდა დაანაღვლიანდეს? სულიწმინდა არის წმინდა სული. წმინდა სული შეიძლება დაანაღვლიანდეს შენი უწმინდურებით ან ღმერთის სიტყვის შეუსაბამო მოქმედებით. იოანეს 14:26-ში წერია.
ხოლო ნუგეშის მცემელი ანუ სულიწმინდა რომელსაც მოგივლენთ ჩემი სახელით მამა გასწავლით და გაგახსენებთ ყველაფერს რაც თქვენთვის მithქვამს ანუ ღმერთის შვილის ზეციდან შობილი პიროვნების პრივილეგია არის ის რომ სულიწმინდას შეუძლია უკარნახოს მას შეუძლია გაახსენოს მას შეუძლია უთხრას რომ ეს არასწორი არის მას შეუძლია ჩამოკაჩოს მას შეუძლია ამხილოს მას შეუძლია მიუთითოს რომ ეს არ შეესაბამება ღმერთის სიტყვას რომელთა 12:2-ში წერია და მორწმუნეებს ეუბნება პავლე მოციქული ნუ მიესადაგებით ამ წუთის სოფელს მე ამის შესახებ ვისაუბრეთ არამედ გარდაისახენით თქვენი გონების განახლებით რათა შეიცნოთ რა არის ღვთისნება კეთილი სასრული და სრულყოფილი წუთის სოფელს ანუ ქვეყნიერებას აქვს თავისი წესრიგი ეკლესიას და სულიწმინდა შენში აქვს თავისი წესრიგი ქვეყნიერებას აქვს თავისი ფასეულობები და ტრადიციები და პავლე მოციქული ამბობს რომ ეს ორი არის სხვადასხვა მაგრამ მისი მისადაგება არ გამოდის ისინი ერთმანეთში რეაქციაში არ შედიან ეს სხვა არის ის სხვა არის და პავლე მოციქული ამბობს რომ ნუ მიესადაგებით ნუ ცდილობთ რომ შეითვისოთ ეს ყველაფერი მათესახარების 5:13-ში წერია თქვენ ხართ მარილი ქვეყნისა ეკლესია არის მარილი ქვეყნისა ეს იმას ნიშნავს რომ ქვეყნიერება არის უმარილო ქვეყნიერება არის უმარილო მაგრამ იმისათვის რომ ქვეყნიერება გახდეს მარილიანი ამისათვის არის ეკლესია საჭირო დიდება იესოს რამდენად შენ გრძნობიარე ხარ შინაგანად და რამდენად შენ შეგიძლია მოусმინო სულიწმინდას იმდენად შენ გეხილება თვალები გარკვეულ საგნებზე გილოცავ ჩობა ახალ წელში მე არ მომწონს დეფისი ჩემი უფლის შობა სადეფიზი არ არის არაფერთან რომ იყოს გილოცავთ შობას და სხვაგან გამოკრული იყოს გილოცავთ ახალ წელს შეიძლება ესეთი სენსიტიური არ ყოფილიყავი მაგრამ გილოცავთ შობა ახალ წელს ესე იგი მიბმული ახალი წელი შობასთან და ერთად არის გაერთიანებული არც იესო არც ქრისტე არა მაღაზიაში გამოვაკრავთ გილოცავთ შობა ახალ წელს და მოვილევთ ამ საქმეს დანარჩენი კიდე მაცივარი იყიდე დაბალფაში და ასე შემდეგ რამდენადაც ჩემთვის იესოს შობა არის მნიშვნელოვანი და იესო ამ მნიშვნელოვანი ის მისაბმელი არ არის მაგალითად როგორ მოგეწონებოდა თქვენ ასეთი ტერმინი გილოცავთ ნათლობა გათბობას მაგალითად შენ მოინათლე და ასევე შენ სახლში გააკეთეს გათბობა მე მივიღე ორივე ინფორმაცია რომ გიორგი მოინათლა კიდეც და გათბობაც გააკეთა და ვურეკავ გილოცავ ნათლობა გათბობას როგორ მოგეწონებათ რა მოხდა ხო მოინათლე მოვინათლე გათბობა გააკეთე გავაკეთე ხო და ერთად გილოცავ რატომ იმიტომ რომ ვერ აღვიქვამ ნათლობას რას ნიშნავს და მივაბი გათბობას გილოცავთ სულიწმინდა
საბანკო სესხის მიღებას. ანუ გილოცავთ სულიწმინდის მიღებას და გილოცავთ საბანკო სესხის მიღებასაც. იცით ჩემო ძვირფასებო, ქვეყნიერება ურევს ერთმანეთს. ბაბილონისკენ არის მისწრაფებული, აღრევისაკენ. მაგრამ შენთვის იესო არის განსაკუთრებული. ის ვერავისთან ვერ აირევა. ის ვერავისთან ვერ დეფისდება. აი ამაშიც ნიშნავს, რომ ქვეყნიერება არასგრძნობიარია ამის მიმართ. მისი მიზანი შობის დღესასწაული არ არის. მისი მიზანი არის შენ როგორღაც დღესასწაულზე თავის ჭკუაზე მოგაქციოს და დაგაკარგინოს ის მგრძნობელობა, რაღაც მიაბას, რომ შენ დაგაკარგინოს ეს მგრძნობელობა, რომელიც გაქვს იესოს მიმართ. დიდება ჩვენ ძლიერ ღმერთს. ამიტომ ჩემთვის, როდესაც ვნახავთ გილოცავთ შობა ახალ წელს, ჩემთვის უარყოფითი შეგრძნება არის. საშობაო ფასდაკლება. მომდის მესიჯები. საშობაო ფასდაკლება მაცივრებზე, საშობაო ფასდაკლება ელექტროტექნიკაზე. არც ქრისტე დომინირებს აქ და არაფერი, უბრალოდ საშობაო ფასდაკლება. ქვეყნიერება ცდილობს სიწმინდე გააუბრალოს, მაცივრამდე ჩამოიყვანოს. შენს გონებაში და შენს ცნობიერებაში ყველაფერი ეს რაღაც ქვეყნიურულად, შეფუთულად მოგიტანოს და ის წმინდა, რაც არის წმინდათა წმინდა, რაც არის დიდებული, ის მაცივრამდე და კომპიუტერამდე დაგიყვანოს. ეს შენ ცნობიერებას ცვლის, ეს შენს გაგებას ცვლის, ეს შენს სენსიტიურობას, შენს გრძნობელობას ცვლის და სხვა საგნებზე გადადის ყურადღება. ეხლა ნახეთ, ხო მოდის შობის დღესასწაული. რაზე არის აქცენტი? ლოცვაზე, განწმენდაზე, ურთიერთპატიებაზე, ღმერთის სიტყვის წაკითხვაზე. მთელი წელი არ წამიკითხია ღმერთის სიტყვა და ეხლა 25-ში დილიდან საღამომდე და წავიკითხავ. ბიბლია, ყველა ბიბლიის წიგნებს ეძებს, სად იყიდება? თაროები გამოიცალა, სადაც ბიბლიას ყიდულობდნენ. ყველა ეძებს აპლიკაციას, რომელია ბიბლიის აპლიკაცია ქართულ ენაზე. ყველა განმარტებითი ლექსიკონები გაიყიდა. ასე არის? ვის დაეძებს ხალხი? მაცივრებს, ქათმებს, ნიგოზი. ნახეთ ძვირფასებო. ღმერთის შობა გადავიდა გართობაზე და ჭამასმაზე. არის ორი საძირკველი. ერთი სულიერი საძირკველი, მეორე მშვენიერი საძირკველი. ერთი ქვეყნიერება, მეორე ეკლესია. სულიერი საძირკველი არის იესო ქრისტე, რომელზეც შენდება სულიწმინდის ნიჭები, გამოცხადებები, ზეციდან შობა, სულიერი გახსნები. მეორეა მშვენიერი საფუძველი, რომელზეც შენდება საშობაო ნაძვის ხეები, ჩიჩილაკები, სანტა კლაუსები, ირმები, მარხილები, ეჟვნები, ოცნებების ასრულება სანტადან, ბუხარზე წინდები და ალილოს საჩუქრები. თქვენ ახლა ნახავთ ტელევიზიით იესო ქრისტე უფრო მეტია თუ სანტა კლაუსი? სანტა კლაუსი. ბავშვები სანტას წერილებს თუ იესოს?
სანტას წერილს. ვინ მოდის ლაპლანდიიდან, სანტა მოდის ლაპლანდიიდან თუ იესო მოდის ზეციდან? სანტა მოდის ლაპლანდიიდან. ვის თხოვენ ვინ მოუტან საჩუქრებს? სანტა თუ მამა ღმერთი? სანტა მოუტან საჩუქრებს. იცით ძვირფასებო, ეს არის ყველაფერი, რასაც შვინვიერად აკეთებენ. და ეს არის ქვეყნიერება. რატომ კამათობენ ამდენს საშობაო ნაძვის ხეზე ქრისტიანები? მე ძალიან ღრმად ეხლა ამ საკითხებზე არ შევეხები იქ 25 დეკემბერი საიდან მოდის ეს დღესასწაული და ასე შემდეგ. ეხლა ეს ვისაც აინტერესებს ნახავს, მე ხლა სულიერად ვუდგები საკითხს. თქვენ უნდა იცოდეთ და იცით ამის შესახებ, რომ ბოროტი ცდილობს შენაცვლებას, ის რაც ღმერთის არის. დღეს ეკლესიებში კამათობენ იმის შესახებ, მორწმუნემ უნდა დადგას თუ არა ნაძვის ხე სახლში და უნდა მოიტანოს თუ არა ნაძვის ხე ეკლესიაში. ეკლესიაში სანტა კლაუსები და ირმები უნდა იყოს თუ არ უნდა იყოს. იცით ძვირფასებო, ღმერთის შვილებს ელაპარაკება სულიწმინდა. და სულიწმინდა ყოველთვის ამხელს მას. იცით ძვირფასებო, მნიშვნელობა იმას კი არ აქვს, ვინ რა გააკეთა, რა წყარო გვაქვს. შენ რამდენად სენსიტიური ხარ და მგრძნობიარე ხარ და სულიწმინდა რამდენად გიმოწმებს, რომ ეს სწორი ან არასწორი არის. ნაძვის ხე, ნატვრის ხე, აშერა, ეს ყველაფერი ძველი ამბებია და სულიერთან არის დაკავშირებული. ეხლა შენს სულიერ მდგომარეობაზეა დამოკიდებული, რამდენად გესმის სულიწმინდის ხმა და ანაღვლიანებ თუ არა მას. ზოგადად ძვირფასებო, თქვენ იცით, რომ ჩვენ ცხოვრობთ გარკვეულად ბოლო დროში. ჩვენ არ ვიცით, რამდენი დარჩა დრო და როდის გამოჩნდება ქრისტეს ზეცაში. მაგრამ ფაქტი ერთი არის, რომ რაც დრო გადის, უფრო მეტად და მეტად უახლოვდებით ამ დროს და ნაწილ მორწმუნეებს უფრო მეტად გაეხსნება თვალები, ნაწილს უფრო დაეხუჭება თვალები. და ჩვენ ვიცით, რომ ანტიქრისტეს სული ეს არ არის მხოლოდ ქრისტეს მოწინააღმდეგე, არამედ ქრისტეს შემნაცვლებელი. ანტიქრისტეს სული არის, როდესაც ყველაფერი რაც უფლის არის, ის უნდა შეანაცვლოს ყალბით. თუ მაგალითად მამა ღმერთი არის, რომელსაც ყველაფერი უნდა თხოვო და მოაქვს, აქ გვექნება სანტა კლაუსი, რომელსაც ბავშვებს ვასწავლეთ, რომ ზუსტად სანტა კლაუსი არის ის, ვინც ყველაფერს მოგცემს შენ. თუ ჩვენ გვაქვს სულიწმინდის ნიჭები, ჩვენ ვიტყვით, რომ აი ნაძვის ხე არის, მასზე ჩამოვკიდებთ საჩუქრებს. იცით, სულიწმინდის ნიჭი ინგლისურად ასე არის, რომ სწორი თარგმანი არის სულიწმინდის საჩუქარი. ჩვენ ნაძვის ხეზე ჩამოვკიდებთ საჩუქრებს და ეკლესიაში გვექნება ნაძვის ხე და საჩუქრები. არა, ჩემო მეგობარო, შენ გჭირდება ცოცხალი საჩუქარი სულიწმინდისაგან. მე მახსოვს ერთ-ერთ ეკლესიაში ვიყავით და იქ თქვეს, რომ სულთმოფენობის დღე იყო და ეხლა ჩვენ გვექნება სულიწმინდის გადმოსვლა და იმ ეკლესიაში სულიწმინდის ნათლობას არ აღიარებდნენ და გამიკვირდა მეთქი ეხლა როგორ სულიწმინდის ნათლობაზე ილოცებენ მეთქი და ამ დროს შემოვიდნენ გოგონები წითელი ხელსახვევებით ხელში და ყველას მოგვახვიეს წითელი ხელსახვევი ნიშნად სულიწმინდის გადმოსვლისა. მე ვთქვი, გასაგები ეხლა ყველაფერი. როდესაც არ არის ნამდვილი, ყოველთვის არის შენაცვლებითი. როგორც ერთ-ერთი მქადაგებელი ბონკი ამბობს, რაც ნაკლებია ღმერთის სულის მოქმედება ეკლესიაში, მით უფრო მეტია
ორცხობილა და ყავა და ჩაი, გართობა, ცეკვა, სიმღერა და ლამაზი სანახაობები. ამიტომ ანტიქრისტეს სულმა არ უნდა მოგვატყვილოს ჩვენ. ჩვენ უნდა დავიცვათ სიტყვა, რადგან ბოლო დროს ბევრი მასწავლებელი გამოჩნდება, რომლებიც შეძლებენ, რომ ეკლესია დაამარილონ ქვეყნიერებით. ქვეყნიერებამ კი არ უნდა დაამარილოს ეკლესია, არამედ ეკლესიამ უნდა დაამარილოს ქვეყნიერება. ნაძვის ხეს ეწოდება შობის ხე. ინგლისურად ესე ეძახიან. და თქვენ იცით, რომ ეს შემოსული რამ არის, ჩიჩილა კი არ არის. შობის ხე არ არსებობს ძვირფასებო. შობის ხე არის შენაცვლებული. არსებობს, არც შობის მადლი არსებობს, როგორც ზოგიერთი ამბობს ხოლმე. არსებობს იესო ქრისტეს შობა. დიდება ჩვენ ძლიერ ღმერთს. და არის სხვადასხვა ვერსიები, რომ აი ზემოთ რომ ვარსკვლავია, ის ვარსკვლავი რომ გამოჩნდა და ასე შემდეგ. მასე ნებისმიერი თეორია შემიძლია მე გამოვიგონო. ეს ის ვარსკვლავი კი არაა შობის დროს რო იყო, ეს ის ვარსკვლავია კრემლის თავზე რო არის. ნებისმიერი რამ შეიძლება ვთქვათ. ამიტომ ჩვენ თვლით, ეს ჩვენ თვლით ასე და სული წმინდა ჩვენ ასე გვიხსნის, რომ ეკლესიაში მარხილები, სანტა კლაუსები, წითელი ქუდები, ცირბილები არ არის ღმერთისათვის მოსაწონი. ეს არის შენაცვლება. და ჩვენ ქვეყნიერებას ვეუბნებით, რასაც თქვენ აკეთებთ, ეს კარგი არის. ქრისტე და მაცივარი ტოლობის ნიშანია. ეს არ არის ღმერთისაგან. თქვენ უნდა იცოდეთ ძვირფასებო, რომ ღმერთის სიტყვაში წერია, ვისაც ცოტა მიეცემა, ცოტათი იგვემება. როდესაც ქვეყნიერებაზე ადამიანები ნაძვის ხეებს აკეთებენ, აშობა, რაღაცა, მათ ღმერთი უფრო მიმტევებლურად უყურებს, მათ არ იციან, რაც იციან, იმას აკეთებენ. მაგრამ როდესაც შენ სიტყვა იცი, ეკლესია გვია, მასწავლებელი ხარ და ხებძღვანელობ ეკლესიას და მოძღვარი ხარ, შენ მეტი მოგეთხოვება. როდესაც შენ ისევე იქცევი, როგორც ქვეყნიერი უცოდინარი ადამიანი, ძალიან დიდი რამ მოგეთხოვება. და ასეთი რამ, თუ მსახური ვერ არჩევს მარჯვენას მარცხენისაგან, ეს დიდი ტრაგედია არის ეკლესიაში. არსებობს სეკულარული საზოგადოება, რომელიც იქცევა ისე, რამდენადაც იცის და ღმერთი უფრო მოწყალია მათ მიმართ. არსებობს ეკლესიები შობის ტრადიციით. არიან ეკლესიებს, სადაც ეს ყოველთვის მიღებული იყო და ასე აგრძელებენ. და ღმერთი ცდილობს მათთან იმუშაოს, რომ გააგებინოს, მაგრამ თუ ეკლესია არის ისეთი, რომელსაც აქვს სუფთა ფესვები, რომელსაც ღმერთის სიტყვა კარგად იცის, მაგრამ დაიწყეს შემოტანა ამ ყველაფრის ეკლესიაში, ქვეყნიერების შემოზიდვა ეკლესიაში, მაშინ ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია, იმიტომ რომ ასეთი გზა აუცილებლად მიიყვანს მათ იქამდე, რომ საბოლოოდ აღმოჩნდებიან ბაბილონის ანტიქრისტეს სულის ტყვეობაში. ამიტომ ეკლესიას სჭირდება დიდი სიფხიზლე. რატომ იწყებს სულით სავსე ეკლესიების დამარილებას ქვეყნიერება? იმიტომ რომ მათ გაავნელდათ მგრძნობიელობა სული წმინდის მიმართ, რადგან მათთვის უფრო მნიშვნელოვანი სხვა რამ არის, ვიდრე ის, რომ არ დაანაღვლიანონ სული წმინდა. არსებობს ორი გზა
ეკლესიისათვის. ერთი არის ბაბილონი, ხოლო მეორე არის ქრისტეს გზა. ბაბილონი არის ბაბელი, ანუ აღრევა. სულიერი და მშვინვიერი აურიოს ერთმანეთში. ეს არის გზა, რომელი გზაც გაიარა ზოგიერთმა ინსტიტუციამ და თქვენ ხედავთ, რომ ზოგიერთი რელიგიური ორგანიზაცია არის ნარევი. ყველაფერია მასში. ქრისტეც არის, ესე იგი, წარმართული ღმერთებიც არის, კერპიც არის, ყველაფერი არის მასში. მაგრამ არის მეორე გზა, ქრისტეს გზა. იცით ძვირფასებო, არის ასეთი გამოთქმა. ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიო, მაგრამ ქრისტემ თქვა, არა, რჯული ჩვეულებაზე უმტკიცესიო. რჯული იყო ქრისტე, ქრისტეში აღსრულდა რჯული. და მან თქვა ჩვეულებაზე უარი, ამიტომ მოკლეს ის ჯვარზე. და როდესაც მან თქვა, რომ რჯული არის ჩვეულებაზე მეტი, და დღეს ბევრი ქრისტიანი ამბობს, რომ ასეთი ტრადიცია, ასეთია მიღებული, ჩვენ თუ გვინდა რომ ხალხმა მიგვიღოს, ჩვენ უნდა შევერწყათ მას და მივიღოთ ეს ყველაფერი. მაგრამ ქრისტეს გზა ეს არ არის. ქრისტემ თქვა, რჯული ჩვეულებაზე მეტი არის. ამიტომ ის მოკლეს და ზოგმა თქვა, როდესაც ის ჯვარზე მოკლეს, ჩვეულებამ გაიმარჯვა და რჯული მოკვდა. მაგრამ უფალი დადიოდა არა ხილვით, არამედ რწმენით და ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით. დიდება იესოს. რჯული და ღმერთის სიტყვა უფრო ძლიერია ვიდრე ჩვეულება და შეიძლება ამ რჯულით ცოტა დადიოდეს, მაგრამ ღმერთის სიტყვაში წერია ის იესო იმ სულმა, რომელმაც აღადგინა იესო, აღადგენს თქვენს. დიდება ჩვენ უფალს. დიდება იესოს. ამიტომ ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ეს არის რასაც ჩვენ გვიხსნის სული წმინდა. მე ვიცი, რომ ბევრი დგას ამ გზაზე, ბევრი შეიძლება ისმეს, მაგრამ ფიქრობს, რომ ჩვეულება უფრო მტკიცია რჯულზე, მაგრამ ჩვენ მეგითხარით ის, რასაც მე მეუბნება ღმერთის სული. მოდით წამოვდგეთ ყველანი ძვირფასებო.